ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღაბრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე. იცი წელიწადში რამდენი თვეა? 12. იცი რა ქვია ამ თვეებს? იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. ერთი თვე მთავრდება თუ არა, ისვე მეორე იწყება. ჯერ არასდროს ყოფილა თებერვალი მანამდე დამდგარიყო, სანამ იანვარი არ გავიდოდა, ან და მაის-აპრილისთვის გაესწრო. თვეები ერთი მეორეს მიყვებიან და ერთმანეთს არასოდეს ხვდებიან. მაგრამ ხალხი ყვება თითქოს ბოჰემიის მთიან მხარეში ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელმაც 12-ვე თვე ერთად იხილა. გაინტერესებთ როგორ მოხდა ეს ამბავი? მაშ მისმინეთ. ერთ პატარა სოფელში ბოროტი და ძუნწი ქალი ცხოვრობდა, ქალიშვილთან და გერთან ერთად. ქალს თავისი შვილი ძალიან უყვარდა და ანებივრებდა. გერმა კი მისი გული ვერაფრით მოიგო. რაც უნდა გაეკეთებინა, დედინაცვალს არაფერი მოსწონდა და სულ დაჰყვიროდა. დედინაცვლის შვილი მთელი დღე საწოლზე გორაობდა. თაფლაკვერს ახრამუნებდა, გერი კი დილიდან დაღამებამდე მუშაობდა. ხან ჭიდან წყალი მოჰქონდა, ხან ტყიდან ზურგით ფიჩხს ეზიდებოდა. მდინარეზე სარეცხის რეცხვასაც ასწრებდა და ბოსტანსაც უვლიდა. საბრალო გოგონა ყინვაშიც მუშაობდა და ზაფხულის ხვატშიც. არც გაზაფხულის ქარებს ერიდებოდა და არც შემოდგომის წვიმას. შესაძლოა ამიტომაც ნახა ერთხელ ერთად შეყრილი ყველა თვე. სუსხიანი ზამთარი იდგა. იანვარმა მოუჭირა. ისე ბარაქიანად თოვდა, თოვლით დამძიმებული ხის ტოტები ქარს ვეღარ უძლებდა. შინიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო, თუ კართან მიყრილ ნამქერს ნიჩბით არ გადახვედდი. ხალხი გარეთ თითქმის არ გამოდიოდა. შინის ხდნენ და მოგიზგიზე ღუმელთან თბებოდნენ. ერთ ასეთ საღამოს ბოროტმა დედინაცვალმა გარეთ გაიხედა. დაინახა, რომ ქარბუქი ამოვარდნილიყო. ისევ თბილ ღუმელს მიუჯდა და გერს უთხრა. ხვალ, შენი დის დაბადების დღეა, ამიტომ დღეში უნდა წახვიდე და ენძელები დაუკრიფო. გოგონამ დედინაცვალს შეხედა და იფიქრა ხუმრობსო, მაგრამ მან რომ ხუმრობა არ იცოდა. შეეშინდა ტყეში საშინელი სიცივე და დიდი თოვლია. თანაც იანვარში ენძელა საიდან მოვიტანო, მარტამდე ყვავილები არ ყვავიან. ტყეში კი ან დავიკარგები, ან ნამქერში ჩავეფლობიო. დამაც დაუცაცხანა. დიდი ამბავი თუ დაიკარგები, აქ არავის ჭირდები და არავინ დაგიწყებს ძებნას. გირჩევნია ყვავილების გარეშე არ დაბრუნდე. ატირდა საბრალო. დახეული თავშალი მოიხურა, კალათი აიღო და გზას გაუდგა. ქარი თოვლის ფანტელებს სახეში აყრიდა. თავშალი რამდენჯერმე კინაღა მოგლიჯა. ძლივს მილას ლასებდა და ნამქერს გაჭირვებით უმკლავდებოდა. მალე ჩამობნელდა. ცა გაშავდა. ვარსკვლავებიც აღარ ჩანდნენ. გოგონა დაიღალა და იქვე კუნძზე ჩამოჯდა. გაიფიქრა, ყვავილებს მაინც ვერ მივიტან შინ, მირჩევნია აქ ვიჯდე, სულ ერთია სად გავიყინებიო. უცებ ხეებში სინათლე გაიელვა. თითქოს ვარსკვლავი გაიხლარდა ტოტებშიო. გოგონა წამოხდა და სინათლისკენ გასწია. ძლივს მიაბიჯებს და ლოცულობს, ნეტავის ცეცხლი არ ჩაქრებოდესო. ცეცხლი კი არ ქრება, არამედ უფრო და უფრო მაგრად ბრიალებს. გოგონამ კვამლის თბილი სურნელი იგრძნო და ფიჩხის ლაწალუწიც გაიგონა. ნაბიჯს აუჩქარა, მოულოდნელად მდელოზე აღმოჩნდა და გაოცებული ადგილზე გაშეშდა. მდელო თითქოს მზით იყო განათებული. შუაგულში დიდი კოცონი ენთო, რომლის ალიც ცას წვდებოდა. კოცონს ირგვლივ მამაკაცები შემოსხდომოდნენ და საუბრობდნენ. გაკვირვებულმა გოგონამ გაიფიქრა, ნეტავე ვინ არიან, არც მონადირეებს გვანან და არც შეშის მჭრელებსო. კაცებს ლამაზი ტანსაცმელი ეცვათ, ზოგს ვერცხლისფერი, ზოგს მოოქრული, ზოგს კი მწვანე ხავერდისა. გოგო მთლა დაიწყო და 12-მდე დაითვალა. 3 მოხუცი იყო, 3 შუახნის, 3 ახალგაზრდა და 3-ც ყმაწვილი. ახალგაზრდები კოცონის ახლოს ისხდნენ, მოხუცები მოშორებით. უცებ ყველაზე მაღალი, თეთრწვეროსანი მოხუცი მისკენ შემობრუნდა. გოგონა შეშინდა, გაქცევა დააპირა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
მოხუცმა ხმამაღლა კითხა: აქ საიდან გაჩნდი და რისთვის მოხვედი? გოგომ ცარიელი კალათი დაანახვა და უთხრა: ენძელები უნდა დავკრიფო, კალათი ავავსო. მოხუც გაეცინა: სად გინახავს იანვარში ენძელები? ეს რა მოიგონე? მე კი არა, ჩემმა დედინაცვალმა მოიგონა, უპასუხა გოგონამ. ტყეში გამომგზავნა და მითხრა, თუ ენძელებს არ მოიტან, გირჩევნია შინ არ დაბრუნდეო. 12-ვე მამაკაცი გოგონას შესქეროდა. მერე კი ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. დგას გოგონა, უსმენს, მაგრამ ვერაფერს იგებს. თითქოს ადამიანები კი არ ლაპარაკობენ, ხეები შრიალებენ. ილაპარაკეს და გაჩუმდნენ. ისევ მაღალმა მოხუცმა ჰკითხა: ენძელა რომ ვერ იპოვო, რა უნდა ქნა? ხომ იცი მარტამდე არ ამოდის. სხვა რა გზა მაქვს? ტყეში დავრჩები და მარტის მოსვლას დაველოდები. მირჩევნია აქ გავიყინო, ვიდრე შინ ხელცარიალი დაბრუნდე, უთხრა გოგონამ და ატირდა. უცებ ყველაზე ახალგაზრდა, ხარზე ქურქმოგდებული კაცი მოხუც მიუახლოვდა. ძამიკო იანვარო, გთხოვ, 1 საათით შენი ადგილი დამითმე. მოხუცმა წვერზე ხელი ჩამოისვა და დინჯად უპასუხა: მე კი დაგითმობ, მაგრამ თებერვლის გარეშე მარტი რომ ვერ მოვა? კარგი, ჩაიბორთხუნა მეორემ. წვერგაჩეჩილმა მოხუცმა: შენ დაუთმე და მეც ხმას არ ამოვიღებ. ამ გოგონას კარგად ვიცნობთ, ხან ჭიდან წყალს ეზიდება, ხან ტყიდან ფიჩხი მოაქვს, ყველათვის მეგობარია და უნდა დავეხმაროთ. რა გაეწყობა, თუ თქვენ თანახმა ხართ, არც მე ვიქნები წინააღმდეგი, თქვა იანვარმა. ყინულის კვერთხი მიწას მძლავრად დაკრა და წარმოთქვა: ამ ტყეჭალას, ამ კორდებს, ყინვავ ნუღარ აწუხებ, ნაძვნარსა და მუხიანს ნუღარ უჭერ მარწუხებს, აბუზული შავები, ნუ გათოშე ყვავები, კარს და სარკმელს კვერთხს ნუ ახლი, ნუ გაყინე კაცის სახლი, ბრაზით ნუღარ ტკარცალებ და თებერვალს აცალე. მოხუცი გაჩუმდა და ტყეშიც შეჩუმემ დაისადგურა. აღარც გაყინული ხეების ლაწა ლუწი ისმოდა, ციდან მსხვილი ფანტელები ცვიოდა. ახლა კი ძმაო შენი რიგია, თქვა იანვარმა და კვერთხი უმცროს ძმას, თმაგაჩეჩილ თებერვალს გადასცა. თებერვალმა დაკრა მიწას კვერთხი და დაიგრუხუნა. მე მოგიხმობთ გრიგალქარებს, იქარბუქეთ, იგრიალეთ, სტვენით, გრგვინვით, ხმაურით, ღრუბლებს მისწვდე სხვაური, დაიპყარით კიდით კიდე, თეთრ გველება დაიზიდეთ. ლაპარაკი დაამთავრა თუ არა, ტოტებში ახმაურდა ბობოქარი, სველი ქარი. დატრიალდა თოვლის ფანტელები და გრიგალი ამოვარდა. თებერვალმა ყინულის კვერთხი ახლა უმცროს ძმას გადასცა. მარტო, ძამიკო, შენი ჯერია. უმცროსმა ძმამ კვერთხი გამოართვა და მიწას დაკრა. უყურებს გაოგნებული გოგონა და ხედავს ყინულის კვერთხი როგორ გადაიქცა კვირტებით დაფარულ ტოტად. მარტმა გაიღიმა და წკრიალა ხმით სიმღერა შემოსახა. ნაკადული მოიმღერის, მზეს შეხარის მინდორველი, გამობრძანდა ჭიანჭველა, ჩიტმა ყელი მოიღერა, მობაჯბაჯებს მურადათვი, აერია მისამართი, თოვლ ნაჟური შესვა მიწამ, ენძელამაც გაიღვიძა. გახარებულმა გოგონამ ტაში შემოჰკრა. სადღაა ნამქერი, არც ხეებზე ჩამოკიდებული ყინულის ლოლოები ჩანს. ყინული გალღვა და მიწის სურნელი დატრიალდა. ირგვლივ ყველაფერი ამწვანდა. კვირტები დაიბერა, დასკდა და პირველი ფოთლებიც გამოჩნდა. რას დგახარ? ეუბნება მარტი. იჩქარე, ძმებმა მხოლოდ 1 საათი გვაჩუქეს. გოგონა გამოფხიზლდა და ენძელების საძებნელად გაიქცა. საითაც კი გაიხედა, ყველგან ენძელას ამოეყო თავი. კალათი ლამაზი ყვავილებით გაავსო, წინ საფარშიც ჩაიყარა და ისევ მდელოს მიაშურა, სადაც 12 ძმა დატოვა. იქ აღარც კოცონი დახვდა და აღარც ძმები. მდელო განათებული კი იყო, მაგრამ არაძველებურად. ახლა მიდამოს კოცონის ალი კი არა, სავსე მთვარე ანათებდა. გოგონა დაღონდა, რომ კეთილძმებს მადლობა ვერ გადაუხადა და შინისკენ გაიქცა. სახლს რომ მიუახლოვდა, ისევ ამოვარდა ქარბუქი და მთვარეც ღრუბლებში მიიმალა. ასე მალე დაბრუნდი? ყვავილები მოიტანე? მისვიდნენ დედინაცვალი და და. გოგონა მუხმოდ დაყარა ენძელები მაგიდაზე და ცარიელი კალათი იატაკზე დადგა. სად დაკრიფე ყვავილები? კითხა გაოცებულმა დედინაცვალმა. გოგონამ დაწვრილებით უამბო, რაც შეემთხვა. ორივე სულგანაბული უსმენდა და ვერ დაეჯერებინათ, მაგრამ მის სიმართლეს ყვავილები ამტკიცებდა, მარტის სურნელი რომ ასდიოდა. დაეჭვებულმა დედინაცვალმა შვილს გადახედა და
გერს კითხა. თვეებმა მეტი არაფერი მოგცეს, მეტი არაფერი მithოვია. შესულელო, აუყვირდა და 12 თვეს ერთად შეხვდი და ასეთი შემთხვევა ხელიდან როგორ გაუშვი? ენძელების გარდა არაფერი სთხოვე? შესაძლოა რომ ყოფილიყავი ერთს ტკბილ ვაშლსა და მსხალს თხოვდი, მეორეს ციფე მარწყს, მესამეს სოკოს, მეოთხეს კიტრს. ყოჩახ, ხედავ სულელო რა ჭკვიანი შვილი მყავს. სიამაყით ჩაელაპარაკა დედინაცოლმა. იცი ზამთარში მსხალსა და მარწყს რა ფასი აქვს? წარმოიდგინე რომ გაგვეყიდა რამდენ ფულს ვიშოვიდით. ამ შტერმა გოგომ კი ენძელები მოათრია. თბილად ჩაიცვი შვილო და მდელოზე წადი. შენ ისინი ვერ გაგაცურებენ, თუმცა 12-ნი არიან, იცი როგორ უნდა მოიქცე. აბა რა, ნახე რამდენ რამეს მოვიტან, თქვა გოგომ და თბილი თავშალი მოიხვია. ხელთათმანები ჩაიცვა და ქურქის ღილები შეიკრა. დღე გახშირდა და ირგვლივ ჩამოფნელდა. დედინაცვლის ქალიშვილი ძლივს მიიკვლევს ნამგერში გზას და ნანობს აქ რამ წამომიყვანაო. თბილ ლოგინში არ მერჩივნა წოლაო. ამის გაფიქრება იყო და შორს სინათლის მოკრა თვალი. თითქოს ტოტებში ვარსკვლავი გახლართულიყო. სინათლის მიყვა და მდელოზე ამოყო თავი. შუა მდელოზე კოცონი ბრიალებდა. ირგვლივ 12 ძმა, 12 თვე შემოსჯდომოდა და ჩუმად საუბრობდნენ. დედინაცვლის შვილი კოცონთან მივიდა. არც სალამი თქვა და არც თბილი სიტყვა გაიმეტა. იდგა და ხელებს ითბობდა. ძმები დუმდნენ, ტყეც დადუმდა. იანვარმა მიწას კვერთხი დაჰკრა. ვინ ხარ? აქ საიდან გაჩნდი? საიდან და სახლიდან? თავხედურად უპასუხა გოგომ. ცოტა ხნის წინ თქვენ ჩემს დას მთელი კალათი ენძელები დააკრეფინეთ. ხოდა მეც მოვედი. შენს დას ვიცნობთ, უთხრა იანვარმა. შენ კი არასდროს გვინახი ხარ. რისთვის მობრძანდი? საჩუქრებისთვის. მინდა რომ ივნისმა კალათა მარწყვით გამივსოს, ივლისმა ახალ შემოსული კიტრი და სოკო მომართვას, აგვისტომ ტკბილი ვაშლი და მსხალი, სექტემბერს კაკალს მოვთხოვ, ოქტომბერს მოიცა, გააწყვეტინა იანვარმა. ზაფხული ვერასდროს გაასწრებს გაზაფხულს, გაზაფხული კი ზამთარს, ივლისამდე შორია. ახლა მე ვარ ტყის ბატონ პატრონი და 31 დღე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ერთი ამას დამიხედეთ რა ბრაზიანი ყოფილა, გაწიწმატდა დედინაცვლის ქალიშვილი. შენთან არ მოსულ ვარ, შენგან თოვლისა და ჭირხლის გარდა რა ხეირია, მე ზაფხულის თვეები მჭირდება. მოიხუშა იანვარი. ზამთარში ზაფხულს დაეძებ? გაბრაზებულმა ხელი აიქნია და ისეთი საშინელი ქარბუქი ამოვარდა, ხეები და მდელო სადაც ძმები ისხდნენ, ნამქერი დაიფარა, აღარც კოსონი ჩანდა, მხოლოდ ფიჩხის ვაწალუწი ისმოდა. შეშინდა დედინაცვლის შვილი. გეყოფა გაჩუმდი, დაიყვირა. მაგრამ მისი ყვირილი იანვარმა არად ჩააგდო. გოგონამ გაქცევა დააპირა, მაგრამ ნაბიჯის ვერ გადადგა. წაიქცა და ნამქერმა ერთიანად დაფარა. დედინაცვალი დიდხანს ელოდა ქალიშვილს. ხან ფანჯრიდან იხედებოდა, ხან კარს აღებდა და გზას გასცქეროდა, მაგრამ ამაოდ. მაშინ თბილა ჩაიცვა და ტყისკენ გასწია. თუმცა იმ საშინელ ამინჩი შვილს ადიპოვიდა, ირგვლივ ქარბუქი და წყდიადი გამეფებულიყო. დიდხანს იარა, ეძება. ბოლოს ძალა მიხდილი თოვლზე დაეცა და გაიყინა. დედაც და შვილიც ტყეში დარჩნენ გაზაფხულის მოლოდინში. გერი კი გაიზარდა, დამშვენდა, გათხოვდა და შვილიც შეეძინა. ამბობენ, გოგონამ სახლთან საოცარი ბაღი გააშენაო. მის ბაღნარში თურმე ყველაზე ადრე იფურჩქნებოდა ყვავილები, ყველაზე ადრე მწიფდებოდა ხილი. ზაფხულში სიგრილე იყო, ზამთრის ქარბუქის დროს კი სიჩუმე. ამ ოჩახდია სახლის წელიწადის ყველა თვე ერთდროულად სტუმრობს, ამბობდნენ მასზე მეზობლები. ვინ იცის, იქნებ ეს სიმართლეც იყო. ისინი ყოველთვის გვაბრუნებენ უდარდელ ბავშვობაში. მათ ყოველთვის მოაქვთ მხოლოდ სიმშვიდე და მყუდროება. იქ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს იმედის მომტანი კეთილის ღამრები. ბავშვობის დრო რადიო იმედზე.